ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. დამტკიცდა საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში შეიქმნება. 24 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მაღაზიების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ვიცით რომ ეს პრობლემა დგას, ქართული ოცნება პრობლემებს არასდროს არ გაურბივართ, ყოველთვის ვაღიარებთ, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ რეაგირებთ ამ პრობლემებზე კონკრეტული ნაბიჯებით. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად სასურსათო ფასებზე, ასე ვთქვათ, შესწავლა, რომელიც უკვე დაწყებულია და ჯგუფი არის სამთავრობო შექმნილი ამასთან დაკავშირებით კომისია შეიქმნება უშუალოდ პარლამენტშიც, იქნება ძალიან გამჭვირვალე მუშაობა, აქ ჩართულები იქნებიან უშუალოდ კომპანიებიც, ვინაიდან მათი ინტერესებიც არ უნდა დაზიანდეს, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გავიაროთ აბსოლუტურად ყველაფერი დეტალებში, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ძალიან ჭარბი არის ის ფასნამატი, რომელიც ფასნამატიც არის საზღვრიდან კონკრეტულად დახლამდე და პირველადი შეფასებით იკვეთება აშკარად, რომ შესაძლებელი არის ფასების შემცირება. ჩვენ რა თქმა უნდა არასდროს არ ჩავრეულო ვართ ბიზნესის საქმიანობაში და ბიზნესი სრულად არის თავისუფალი ნებისმიერი სახის წნეხისგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში და შესაბამისად ბიზნესის ჩართულობით ჩვენ ერთად უნდა დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს თუ რატომ არის ასეთი ფასები და შესაბამისად უნდა ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც შესაძლებელი იქნება ფასების დაწევა. ხანძარი იყო თბილისში სამგორში მდებარე ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე. ცეცხლი მანქანების ორ სადგომში გაჩნდა, ადგილზე იყო ძლიერი დაკვამლიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან. მე მგონი მაღაზიას. რამდენი წიწაკი და 1-20 წუთის დაახლოებით. და რაც გაუჩნდა ზუსტად რა? მე მგონი ავტონაწილების მაღაზიას. და რატომ გაუჩნდა ხო არის ეს? ჯერ არ. ინფორმირებულები არა ვართ. სახანძრო მალე მოვიდა, ლოკალიზება მალე მოახდინეს ივაშკასეს ბიჭებმა, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა ხდება. დაზარალებული არ არის სავარაუდოდ. განცხადებას აცოლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ტექსტში ნათქვამია, რომ უწყება ეხმიანება ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს გორში. სამართალდამცველები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა 3 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 25 წლის პირი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. აგრესიულად იქცეოდა და მოქალაქის ავტომობილი დააზიანა. უწყების ინფორმაციით დაკავების პროცესში მისმა თანხმლებმა 2005 წელს დაბადებულმა ლუკა თოფჩიშვილმა, რომელიც ნასამართლებია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. სამართალდამცველებს ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელს სახეში დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც დააპირა მიმალვა და სცადა მეორე პოლიციელის ცემა, რომელიც მას დაედევნა. ის 353 მუხლი დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებულ წინააღმდეგობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. სამწუხაროდ, ბოლო დროს კრიმინალთან უპრეცედენტო ბრძოლის პარალელურად ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან კიდევ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება პოლიციელების მიმართ აბსოლუტური ტყუილის დაბრალება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპირებს შეეგუოს პოლიციელთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ყველა ასეთ ფაქტზე მოვახდენთ საზოგადოების დეტალურ ინფორმირებას და დეზინფორმატორთა მხილებას. ლუკა თოფჩიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრეს კლინიკაში, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტმა მიმართვის დროს თქვა, რომ ის თავად წაიქცა. ექიმის განცხადებით თოფჩიშვილს სხეულზე კანის მსუბუქი ზედაპირული დაზიანება ჰქონდა. ყბის მოტეხილობა კი არ დადასტურდა. სამში შემოვიდა ჩვენთან პაციენტი, მსუბუქი ექსკორიაციები ჰქონდა სახეზე, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა თავის ტვინის შერყევა, დაწვა სტაციონარში, აბსოლუტურად სტაბილური, პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდა ყველა სათანადო მკურნალობა, აბსოლუტურად ადეკვატური, კონტაქტური როგორც შემოვიდა, ისე ესეთ მდგომარეობაში გაეწერა ბინას. არანაირი მწვავე მოტეხილობა პაციენტს არ აღენიშნებოდა. არანაირი მწვავე მოტეხილობა.
მართველი გუნდი TV პირველის მამუკა მდინარაძის განცხადებების მიზნად მიმართულ დამახინჯებაში ადანაშაულებს. დეპუტატების თქმით, საუბარია 14 თვის წინ გაკეთებულ კომენტარზე, სადაც მამუკა მდინარაძე მადუროს განცხადებას არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის იყენებდა. თუ მადურომ ის დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და პრობლემები არ აქვს ამ ქვეყანასთან, ხვალ დიდი შანსია, რომ აღიარება უკან წაიღოს. ეს არაღიარების პოლიტიკის პირველი წარმატებაა, განცხადა მაშინ მამუკა მდინარაძე. ვენესუელაში 2 დღის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ კი TV პირველმა ეს ფრაზა სხვა კონტექსტში წარმოაჩინა. თბილისში ამბობენ, რომ დღესაც ხელისუფლებას იგივე ინტერესი აქვს, რომ ვენესუელამ უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. როდესაც ჩვენ ვამბობ და ვამხელთ, რომ უსამშობლოთა ერთი დიდი გაერთიანება არსებობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, რომლის მცირე ნაწილი და რეალური განხმარებელი, ეგრეთ წოდებული რუპორი TV პირველი არის გადაქცეული, 2026 წელს დაიწყო დეзинფორმაციის გავრცელებით, ციცრუის ტირაჟირები და პირდაპირ დარტყმა მიაყენა ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს და არაღიარების პოლიტიკას შეუძლებელია, რომ არაღიარების პოლიტიკის წინააღმდეგ განცხადება ისე დაამახინჯო, რომ საბოლოო ჯამში გამოგივიდეს აბსოლუტური ტყუილი და სიცრუე დეзинფორმაცია, დარტყმა მიაყენოს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს, ეს ერთ ვარიანტში ან არაპროფესიონალიზმი და უვიცობა და ეს დიდი პრობლემაა და ვინც იცის და ვინც აზროვნებს და ვინც გაიაზრა თუ რა გააკეთა, ეს მავნებლობაა და სამშობლოს გაყიდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელი უფრო დიდი პრობლემაა TV პირველის თანამშრომლებმა გადაწყვიტონ ერთმანეთში. თქვა რომ კარგია თუ ვენესუელა ხედავს რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ტარდება და საქართველოსთან არ აქვს პრობლემა, მაშინ ეს მიგვიყვანს იქამდეც რომ ვენესუელამ უკან წაიღოს თავისი აღიარება ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით და ეს იქნება საქართველოსათვის არაღიარების პოლიტიკის გამარჯვება. ეს სავსებით ასე თქვა გამართული სწორი ასე თქვა პოზიცია, რომელიც მამუკა მდინარაძემ დააფიქსირა, უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა ყველასთვის მისაღები, იმიტომ რომ კონკრეტულად არაღიარების პოლიტიკას ეხებოდა, მაგრამ ვიმეორებ რომ ამ ოპოზიციისათვის და მათი პროპაგანდისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც კი მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციის საგანია და მეტი არაფერი. მსოფლიო ბედიის ყურადღების ცენტრში მანჰეტენის ფედერალური სასამართლოა, სადაც ნიკოლას მადურო გადაიყვანეს. ვენესუელის პრეზიდენტის ეტაპირება ბრუკლინის ციხიდან ვერტმფრენით მოხდა. მადუროს ნარკოტერორიზმსა და შტატებისთვის საფრთხის შემცველი იარაღის შენახვას ედავებიან. სასამართლო პროცესს 92 წლის ელვინ ჰეილერსტაინი უხელმძღვანელებს, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მოსამართლე შტატებში, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს და სხვა გახმაურებულ საქმეებს განიხილავდა. მანამდე ვაშინგტონში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კარაკას სრულად აკონტროლებს. პარალელურად ამერიკის პრეზიდენტმა ახსენა გრენლანდია და მასთან ერთად კუბა, კოლუმბია და ჩილე, რომლებსაც თეთრი სახლი ასევე ადანაშაულებს ნარკოტერორიზმში. ვენესუელაში ქაოსია, მართვა საშინლად ხდება, ნავთობის მოპოვება ძალიან დაბალ დონეზეა. ფაქტია, ეს ქვეყანა ცუდათაც რომ ემართათ, მას იმაზე მეტი შემოსავალი და ნავთობი უნდა ჰქონოდა, ვიდრე ჩვენ გქონდა. ასე რომ ვენესუელაში შევიყვანთ დიდ ნავთობ კომპანიებს, ისინი მოაწესრიგებენ ინფრასტრუქტურას და ჩადებენ მასში ფულს. არაფრის ინვესტირებას არ ვაპირებთ, უბრალოდ ვიზრუნებთ ქვეყანაზე. დავაფასებთ ამ ქვეყანას, ვიზრუნებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხზე, მათ შორის იმ ვენესუელელებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინათ. მზად ვართ ოპერაციის მეორე ტალღისთვის, თუმცა არ ამგონია რომ ეს დაგჭირდეს. ახლა ვენესუელას ჩვენ ვმართავთ, რომლის სამეზობლოშიც რთული მდგომარეობაა, მაგალითად კოლუმბია, რომელიც ავადმყოფი კოკაინის მოყვარული კაცის მიერ იმართება. ასეთივე მდგომარეობაში არის მექსიკა. ჩვენ ყველას მივხედავთ, ჩვენ გრენლანდიაც გვჭირდება, ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება. ჩვენ არ მოგვიხდენია ქვეყნის ოკუპაცია, ეს იყო დაკავების ოპერაცია. მადურო ვენესუელაში ადგილზევე დააკავეს FBI-ის აგენტებმა. წაუკითხეს მისი უფლებები და გაიყვანეს ქვეყნიდან. საბრალდებო დასკვნები უკვე გასაჯაროებულია. ხალხმა უნდა წაიკითხოს ეს საბრალდებო დასკვნა. მათ უნდა წაიკითხონ, რას აკეთებდა ეს კაცი და მისი ცოლი ბოლო 15 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ცხადია, ეს არ იყო მეგობრული ტერიტორია, ამიტომ მადუროსა და მისი ცოლის დასაკავებლად დაგჭირდა ომის დეპარტამენტის ჩართვა ამ ოპერაციაში. მათ გაანადგურეს ყველაფერი, რაც საფრთხეს წარმოადგენდა აგენტებისთვის, რომლებიც სპეციალურ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ.
ვენესუელელი ხალხის უფლება განსაზღვროს საკუთარი მომავალი დაცული უნდა იყოს. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნული. ტექსტში წერია, რომ ბლოკი ყველა აქტორს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია და უზრუნველყონ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა. განცხადებას მხარს უჭერს ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო, ყველა უნგრეთის გარდა. ევროკავშირი ყველა აქტორს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნას არიდებული ესკალაცია და უზრუნველყოფილ იქნას კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრა. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს წესდება. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ პრინციპების დაცვაზე, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენზე. ევროკავშირი იზიარებს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში. ამასთანავე ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ მუდმივი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით. როგორ იქნება ევროკავშირის პოლიტიკა 2026 წელს საქართველოს მიმართ? მმართველ-გუნდში სვამენ კითხვას, გაგრძელდება თუ არა ისევ ზეწოლის პოლიტიკა, უსამართლო გადაწყვეტილებები, განცხადებები თუ რეზოლუციების მიღება. დეპუტატები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში არაერთმა მოვლენამ თუ ფაქტმა დაადასტურა ბრიუსელის არასწორი მიდგომები, რაც მსოფლიო საზოგადოების ნაწილმა უკვე აღიარა. ისინი იმედოვნებენ, რომ 2026 წელი სამართლიანობის თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა მზაობა გვაქვს რომ ეს ურთიერთობები განახლდეს, თუმცა რა თქმა უნდა იყოს შემხედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ რომ 21 ნოემბერს, როდესაც ჩანიშნული იყო შეხვედრა და ეს შეხვედრა ჩაინიშნა თვეებით ადრე, მზადდებოდა ეს შეხვედრა და ჩვენი დელეგაცია უნდა ჩასულიყო ევროკავშირში იმისათვის რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაეარათ აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც მოდის ევროკავშირის მხრიდან, მათ გაუგებარი მიზეზის გამო გადადეს ეს შეხვედრა. ჩაშალეს პირდაპირ ეს შეხვედრა, რაც პირდაპირ იმის მანიშნებელი და ინდიკატორია, რომ ისინი მზად არ არიან, რომ ჩვენ გვესაუბრონ საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ ჩვენთან და მხოლოდ რაღაცა აღქმებზე დაფუძნებული კრიტიკა უნდა ვისმინოთ მათი მხრიდან. ევროპას აქვს თავისი წესები, თუ ამ წესებს შენ არ ღვევ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ევროპულ სიკეთებით ვერის არგელი შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ რაიმე პერსპექტივაზე, პირიქით სამწუხაროდ მოსალოდნელი არის შეზღუდვები სამწუხაროა. არის მოსალოდნელი შესაბამისი ღონისძიებები, რის არიდებაც ჩვენ გვსურდა, ხელისუფლება არ აპირებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, არ აპირებს არაფერს, რაც გახდება, ასე ვთქვათ, თუნდაც ურთიერთობის გადატვირთვის საფუძველი. 2026 წელი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი წელი სამართლიანობის თვალსაზრისით. იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომელთა მიმართ ევროკავშირის მხრიდან იყო უსამართლო ზეწოლები. და 2026 წელს მსოფლიო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც კიდე ჯერ ვერ ხედავს, დაინახავს ევროკავშირის არასამართლიან, არასწორ მიდგომებს ქვეყნების მიმართ და მათ შორის საქართველოს მიმართ. 2025 წელს უკვე ძალიან ბევრმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ დაინახა, რომ ევროკავშირი უკვე პრაქტიკულად აღარ ასრულებს იმ ფუნქციას, რის გამოც ის შეიქმნა თავის დროზე. და 2026 წელს დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის აღსრულება დაიწყება. ის 2024-ში 22-დან დაწყებული განსაკუთრებით 25 წლის ჩათვლით უსამართლო განცხადებებს და რეზოლუციებს იღებდა. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა ილონ მასკის განცხადება, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს USAID-ს საქმიანობას და იზიარებს მოსაზრებას, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების აგენტო ერთდროულად აფინანსებდა როგორც საარჩევნო შედეგების გაყალბებისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიებს, ასევე ვუჰანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებს, ანუ იარაღად ქცეული ვირუსის შექმნას და გავრცელებას. იქზე მასკმა გააზიარა ინფორმაცია, რომლის ავტორიც სვამს კითხვას, დამთხოვა იყო თუ არა, რომ COVID-ი ზუსტად 2020 წლის არჩევნების პერიოდში გაჩნდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე მემარცხენე მილიარდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და USAID-მა დააფინანსეს ფერადი რევოლუციების მცდელობები მთელ ამერიკაში. ფაქტია, რომ არანაირ პრაგმატულ ინტერესს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატების არ უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყნების მართვის პოლიტიკა, რასაც ადგილი ჰქონდა. არანაირად არ არიან დაინტერესებული ქაოსით და დესტაბილიზაციით. თუნდაც საქართველოში მასკის განცხადებას ამასთან დაკავშირებით ემოციური გარდა თან ახლავს წმინდა პრაგმატული შინაარსი
რასაც უნდა დაუფიქრდეს ყველა, რა ხდება საქართველოში და არის თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, ის სტრუქტურები, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის ზრუნავენ. თუ არის ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონა, რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებენ, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და ყველაფერი წავიდეს იმ გრევის პროცესისაკენ, რომელიც დღეს აინტერესებს თუნდაც ბრიუსელს. კიდევ ერთი დასტური, რომ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანია სიცრუეზე არის აგებული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები Eagle Hills-ის პროექტზე საუბრობენ. კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ფასებზე, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელ კომპლექსში 1 კვადრატული მეტრის ღირებულება $2,000-დან იწყება, რაც აპარტამენტის რემონტსაც ითვალისწინებს. უმრავლესობაში ხსენებენ ოპოზიციის სრულ კამპანიას და განცხადებებს, რომ კვადრატულის ფასი $10,000-მდე იქნებოდა. მათი თქმით, დეზინფორმაციის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო. თანხას რა მნიშვნელობა აქვს ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, რომ ამ ქალაქების, ასე ვთქვათ, ზოგადად აშენება დაკავშირებული არის ძალიან კონკრეტულ საფრთხესთან. შეიძლება ვიხილოთ ქალაქები, სადაც ქართველები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. ეს პრობლემაა. კონკრეტულ ციფრებზე და ფასზე და ღირებულებაზე მე არასდროს არ ვისაუბრე, იმიტომ რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ოპოზიცია, ასე ვთქვათ, ინვესტიციიდან დაწყებული, ვენესუელით დამთავრებული, ყველგან ყველაფერს ეძებს, რომ ჩვენ ქვეყანას რამე, ასე ვთქვათ, ცუდი და ზარალი მიადგეს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ეს უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ერთი მიზეზის გამო, იმიტომ ეს გამოიწვევდა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებას. ეს იყო ამოსავალი წერტილი მათი ასეთი დამოკიდებულებისა. ჩვენ დავინახეთ, რომ ინვესტიცია, ასე ვთქვათ, ხორციელდება. ჩვენ დავინახეთ აგრეთვე ფასი, რომელიც უკვე გამოცხადდა $2,000. ეს პრინციპში დღეს საქართველოში კარგ უბნებს, რასაც ეძახიან და კარგი მშენებლობებისათვის ის ფასი არის, რომელიც უკვე თბილისში ჩვეულებრივ ფასად ითვლება. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი საინვესტიციო პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს არა მარტო საქართველოში და ვიცით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც განხორციელდება და ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ამ ასე ვთქვათ, დეველოპერული პროექტის ბენეფიციერები დიდი უმრავლესობა იქნება ისევ საქართველოს მოქალაქეები. იმ შემთხვევაში, თუ ირანის უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებენ, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი მოსკოვში გაქცევას გეგმავს. ამის შესახებ სტატიას Times-ი აქვეყნებს. გამოცემისთვის მოწოდებული სადაზვერო ანგარიშის თანახმად, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში 86 წლის ხამეინი თეირანის დატოვებას თავის 20 თანაშემწესთან და ოჯახის წევრთან ერთად განიხილავს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში Guardian-ის ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციების დროს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დაკავებულია 990 პროტესტმა კი 78 ქალაქი და 222 ტერიტორია მოიცვა. ახალ წლის დღეებში კიდევ რამდენიმე დარტყმა იყო უკრაინაზე. რუსულმა ძალებმა კიევს და კრამატორსკს შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა დედაქალაქში მდებარე 4 სართულიანი საავადმყოფო. ხანძარი ლიკვიდირებულია. თავდასხმა მოხდა კრამატორსკსაც, დაღუპულია 1 ადამიანი, არიან დაშავებულები. მიმდინარე კვირას სამშვიდობო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებია ჩანიშნული. ზელენსკიმ 2 სცენარზე ისაუბრა. მემზადებით დიპლომატიური კვირისთვის ევროპაში შეხვედრები გაიმართება, რაც უკრაინის თავდაცვისა და ომის დასრულებასთან დაახლოებაში კიდევ ერთი წვლილი უნდა იყოს. უკრაინა მზად იქნება მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის, დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ მუზრუნველყოფთ, ან აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად. თუ ჩვენი პარტნიორები ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, თუმცა თავის ძალას არავის დაუთმობს. საფრანგეთის პირველი ლედის კიბერბულინგში პარიზის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 10 ადამიანი, მათ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, პირობით მსჯავრზეა საუბარი. მედია წერს, რომ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დამამცირებელ და ბოროტ კომენტარზე, რომელიც ბრიჯიტ მაკრონს ეხებოდა. მსჯავრდებულთაგან 8 მამაკაცია, 2 კი ქალი. ისინი მაკრონის მეუღლეს ადანაშაულებდნენ პედოფილიაში, ასევე აცხადებდნენ, რომ ის ტრანსგენდერია.
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავა პოლიციამ. გამოძიების ინფორმაციით მან მითვისა $10,000, რომელიც მოქალაქემ აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გაატანა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გეკაგელაძემ ახალი წელი მიულოცა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაში. მისი განცხადებით სამინისტრო გააგრძელებს თანამშრომლების როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მიხეილ სარჯოლაძე თეახრედიანთან ერთად რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მინისტრებმა პერსონალს და პაციენტებს შობა ახალი წელი მიულოცეს. მოინახულეს ის პაციენტებიც, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ. აქცენტი გაკეთდა კლინიკის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და როლზე. პაციენტები, რომლებიც ახალ წელს საავადმყოფოში შეხვდნენ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოინახულეს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიხეილ სარჯოლაძე და თეა ახვლედიანი მივიდნენ. პაციენტებს შობა ახალი წელი მიულოცეს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ, თუმცა სამედიცინო მომსახურების მისაღებად რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდნენ. აფხაზეთიდან გადმოვედი. ყველაფერი კარგია. ძალიან მაგარი ექიმები, ყველანი კარგები არიან. დაიწყო მკურნალობა და უკეთესად ვარ. ყველამ თავისი საქმე იცის კარგად. რუხის რესპუბლიკური კლინიკა გასულ წელს 25,000 პაციენტს მოემსახურა. კლინიკაში ამბობენ, რომ ყოველდღიურად მიმართვიანობა იზრდება. გავხსნით ახალი მიმართულებები, სრული დატვირთვით მუშაობს კარდიოლოგია, არითმოლოგია, რომელიც ახალი რამოდენიმე კვირის წინ გავხსენით. ასევე იგეგმება პედიატრიული სამსახურის სამუშაოება და გეგმავთ ასევე ნევროლოგიური, ნეიროვასკულარული მიმართულების გადამზადებულია კადრები. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მედპერსონალთან ერთად ჯანდაცვის და სახელმწიფო მინისტრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს. თანამედროვე სტანდარტების კლინიკა არა მხოლოდ რეგიონის მოსახლეობას, არამედ დროებით ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულ პაციენტებსაც ემსახურება. გვინდოდა რომ სწორედ ახალი წელი მოგველოცა მთლიანად ყველა ექიმისთვის რა თქმა უნდა, მაგრამ გამორჩეულად რა თქმა უნდა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის და იმავდროულად ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და მოვინახულეთ და ახალი წელი მიულოცეთ აქ მყოფ პაციენტებს, მათ შორის იმ პაციენტებს, რომლებიც გადმოსულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმისთვის, რომ მიიღონ ყველაზე მაღალი ხარისხის მკურნალობა. ეს არის იმ დიდი ძალისხმევის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება, რასაც ჩვენ ერთიანი სამთავრობო მიდგომით ვახორციელებთ შერიგების, ნდობის აღდგენის და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში. ზურს ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს დროებით დაშორებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას მივლოცო ახალი წელი. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო მაღალ ტექნოლოგიური კლინიკაა და თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. კვალიფიკაციის ამაღლებისთვის კი სამედიცინო პერსონალის გადამზადება მუდმივად მიმდინარეობს. ახალი წლის ღამე ტყეში, ასე ქვია მუსიკალურ თეატრალიზებულ წარმოდგენას, რომელიც ეროვნულ სასახლეში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს მზიური სკოლის და რანინას მონაწილეებმა. საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. მუსიკალური ზღაპარი ასევე წარმოდგენილი იქნება 9 იანვრამდე. მიხარია, რომ ტრადიციული საახალწლო ღონისძიებები აღდგა ეროვნულ სასახლეში და ტრადიციულად რასაკვირველია, ყველა ბავშვი გახარებული მოდის ასეთ ღონისძიებაზე. კულტურის სამინისტრო წელს ამის მხარდაჭერი გახდა და ყველას გილოცავთ ახალ წელს, მოიყვანეთ თქვენი შვილები, რომ აზიაროთ ლამაზ სივრცეებს და არაჩვეულებრივ მუსიკას. სცენიდან ისმოდა არაჩვეულებრივი მუსიკა, შესანიშნავი მსახიობები იდგნენ სცენაზე. ბავშვები იყვნენ ძალიან ინტეგრირებული, მაყურებელი ბავშვები სცენაზე ვიციდნენ იმათთან და გავიცა ეს ერთობა მერე ბადებს იმას, რომ საოცარი რეზულტატი დადგა რა დღევანდელი ღონისძიების. გამოსვლება მივიღე ძალიან დიდი, იმიტომ რომ ესეც ფართო საზოგადოების წინაშე ვიდექი, ძალიან ბევრ პატარა ბავშვს გული გაუხარე და წვნებული ვარ. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g კურიერი კი ნამშრომლობად 9.